ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. ქვესკნელის უხილავი მეუფე ჰადესი. ბერძნული მითოლოგიის სამყაროში ჰადესი ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე ღვთაებაა. ადამიანების უმეტესობის წარმოსახვაში იგი მხოლოდ სიკვდილის, სიბნელისა და შიშის ღმერთად ჩნდება. მაგრამ სინამდვილეში მისი სახე ბევრად უფრო ღრმა და მრავალშრიანია. ჰადესი არ არის უბრალოდ ქვესკნელის მბრძანებელი. იგი არის იმ სამყაროს კანონის დამცველი, სადაც ადამიანის მიწიერი გზა სრულდება და იწყება სხვა, უხილავი არსებობა. ამიტომ ჰადესის ძალა მხოლოდ შიში არ გამოიხატება. იგი დაკავშირებულია წესრიგთან, გარდაულობასთან, საზღვართან, რომელსაც ვერავინ გადაკვეთს საკუთარი ნებით და იმ სიმართლესთან, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი თანაბარი ხდება. ძველი ბერძნული მითების მიხედვით ჰადესი კრონოსისა და რეას შვილი იყო, ზევსისა და პოსეიდონის ძმა. როდესაც კრონოსის მბრძანებლობა დასრულდა და ახალმა თაობამ ტიტანები დაამარცხა, სამყარო სამ მთავარ ნაწილად გაიყო. ზევსმა მიიღო ცა, პოსეიდონმა სხვა, ხოლო ჰადესს ერგო ქვესკნელი. მკვდართა სამეფო, უხილავი სივრცე, სადაც საბოლოოდ ყველა მოკვდავი უნდა ჩასულიყო. ამ განაწილებაში თავიდანვე ჩანს ჰადესის ბუნება. იგი არ მართავს ცის ელვას და არც ზღვის ქარიშხალს. მისი სამეფო ბევრად უფრო ჩუმია, მაგრამ ამავე დროს ბევრად უფრო იდუმალი. ზევსის ძალა შეიძლება მოჩანდეს ციდან, პოსეიდონის ძალა ტალღებიდან, მაგრამ ჰადესის ძალა უხილავია, რადგან იგი იმ წესრიგს განაგებს, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ჰადესის სამეფო ბერძნული წარმოდგენით არ იყო მხოლოდ ბნელი ორმო ან სასჯელის ადგილი. იგი უფრო დიდი და მრავალნაწილიანი სამყარო იყო, სადაც მკვდართა სულები სხვადასხვა გზით განაგრძობდნენ არსებობას. არსებობდა ადგილები, სადაც უბრალო სულები ჩრდილოვან არსებობას ეწეოდნენ. არსებობდა ელიზიუმი, სადაც განსაკუთრებული გმირები და რჩეულნი შედიოდნენ. არსებობდა ტარტაროსი, ყველაზე მძიმე და ბნელი სივრცე, სადაც საშინელი დამნაშავეები და ღმერთების წინააღმდეგ ამხედრებულნი ისჯებოდნენ. ეს სურათი გვაჩვენებს, რომ ჰადესის სამეფო უბრალოდ ერთფეროვანი სიკვდილის მიწა არ ყოფილა. ეს იყო სტრუქტურირებული, კანონებით მოწყობილი სამყარო, სადაც ადამიანი სიცოცხლეს თავისი შედეგი მიჰყვებოდა. ამიტომ ჰადესი არა მხოლოდ სიბნელის მბრძანებელია, არამედ ერთგვარი უხილავი წესრიგის მეუფეცაა. ჰადესის სამეფო კარიბჭეს იცავდა კერბეროსი, სამთავიანი ძაღლი, რომელიც მკვდართა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა. მისი მნიშვნელობა მხოლოდ მონსტრულ გარეგნობაში არ არის. კერბეროსი იმ საზღვრის მცველია, რომელიც სიცოცხლეს და სიკვდილს ყოფს. ქვესკნელში შესვლა მითებში ზოგჯერ შესაძლებელია, მაგრამ იქიდან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. ეს წარმოდგენა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერძნულ იდეას გამოხატავს. ადამიანის გზა უკან ვერ ბრუნდება, სიცოცხლეს აქვს დასაწყისი, აქვს დრო, აქვს დასასრული და ამ დასასრულის შემდეგ იწყება სხვა სფერო, რომელსაც საკუთარი კანონები მართავს. ჰადესი სწორედ ამ საზღვრის სუვერენია. ის დგას იმ კარის მიღმა, რომელსაც ვერაფერს გაუხსნის მიწიერი ძალაუფლება, სიმდიდრე თუ ამპარტავნება. ჰადესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე მისი კავშირია მიწისქვეშა სიმდიდრესთან. ხშირად დავიწყდებათ, რომ ბერძნები მას უკავშირებდნენ არა მხოლოდ მკვდართა სამყაროს, არამედ იმ ყველაფერსაც, რაც მიწის სიღრმეებშია დაფარული. ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ლითონები, მიწის ნაყოფიერების უხილავი ენერგია. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჰადესის სფეროსთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მისი სახე მხოლოდ სიკვდილთან კი არა, დამალულ ძალასთანაც არის დაკავშირებული. მიწის სიღრმე ერთდროულად ნიშნავს საფლავსაც და სიმდიდრესაც. ამ ორმაგი მნიშვნელობის გამო ჰადესი იქცევა ფიგურად, რომელიც არა მხოლოდ დასასრულს, არამედ დაფარულ რესურსსა და უხილავ ძალასაც განასახიერებს. ეს არის ღმერთი, რომლის სამყაროც ბნელია, მაგრამ ამავ დროს ამ ბნელ სიღრმეებში ინახება ის, რაც ზედაპირზე ცხოვრებასაც კვებავს. მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სიმბოლური ნაწილი პერსეფონეს მის უკავშირდება. როდესაც ჰადესმა დემეტრეს ასული ქვესკნელში წაიყვანა, ეს ამბავი მხოლოდ ოჯახური ტრაგედია არ ყოფილა. იგი იქცა მთლიანი ბუნებრივი ციკლის ახსნის ნაწილად. დემეტრე ნაყოფიერების ქალღმერთი ქალიშვილის დაკარგვის გამო მწუხარებაში ჩავარდა და დედამიწა უნაყოფო გახდა. მოგვიანებით მიღწეული შეთანხმებით პერსეფონე წლის ნაწილს დედასთან ატარებს.
ნაწილს კი ჰადესთან ქვესკნელში. ამ ამბავმა მითოლოგიაში ახსნა სეზონების მონაცვლეობა, მისი დაბრუნება, სიცოცხლის აღორძინება, მისი წასვლა კი ბუნების დაცარიელება. ამ მითში ჰადესი აღარ არის მხოლოდ ბნელი მეუფე. იგი უკვე ხდება კოსმიური წესრიგის აუცილებელი ნაწილი, რადგან მისი სამეფო უშუალოდ უკავშირდება ბუნების დიდ რიტმს, სიკვდილსა და სიცოცხლეს, გაქრობასა და დაბრუნებას, ზამთარსა და გაზაფხულს. ამავე დროს ჰადესი ბერძნულ მითებში არ არის ღმერთი, რომელიც ხშირად ჩნდება ადამიანთა საქმეებში. იგი იშვიათად ტოვებს საკუთარ სამეფოს და ნაკლებად ერევა ომებში, სიყვარულის თავგადასავლებში ან ღმერთების ყოველდღიურ კონფლიქტებში. ეს სიჩუმე მის ძალას კიდევ უფრო ამძაფრებს. ზევსი მრისხანია, პოსეიდონი ქარიშხლიანია, არესი ბრძოლით იკვებება, მაგრამ ჰადესი სხვაგვარია. მისი ძალა დუმილშია. მას არ სჭირდება მუდმივი დემონსტრირება, მას არ სჭირდება თავისი ძლიერების ხშირად დამტკიცება, რადგან ყველა არსება ადრე თუ გვიან მის სფეროში ხვდება. სწორედ ეს ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ღვთაებად. ჰადესის ძალა არ არის ხმაურიანი, მაგრამ იგი ყველაზე საბოლოოა. ბერძნული წარმოდგენით ჰადესი არც ბოროტი ღმერთია იმ აზრით, როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა კულტურულმა ტრადიციამ შეიძლება წარმოაჩინა. იგი სასტიკია იმდენად, რამდენადაც თავად კანონი შეიძლება იყოს სასტიკი. იგი ცივი და შეუბრალებელია იმდენად, რამდენადაც სიკვდილი არ არჩევს მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და გლეხს, გმირსა და ჩვეულებრივ ადამიანს. თუმცა ამავე დროს იგი უსამართლო არაა. მისი სამეფო ემორჩილება მკაცრ წესრიგს. მისი სახე გვახსენებს, რომ სამყაროში არსებობს ძალა, რომელიც ადამიანურ სურვილებზე მაღლა დგას. შეიძლება ზევსს ევედრო, პოსეიდონს შესწირო მსხვერპლი, ათენას სიბრძნეს თხოვო, მაგრამ ჰადესთან ადამიანი უკვე სხვა მდგომარეობაში შედის. იქ აღარ არის ვაჭრობა, აღარ არის დროებითი უპირატესობა, აღარ არის ამქვეყნიური გამოსავალი. ჰადესის ხატში სწორედ ეს სიმძიმე და გარდაუვალობა ქმნის მის ძლიერებას. იგი არის ღმერთი, რომლის ძალაც არა ქაოსში, არამედ წესრიგშია, არა ხმაურში, არამედ სიჩუმეში, არა ცვალებადობაში, არამედ საბოლოობაში. ამიტომ ჰადესი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფიგურაა. იგი ადამიანს ახსენებს, რომ არსებობას აქვს საზღვარი, მაგრამ ეს საზღვარი უაზროსი ცარიელე კი არა, საკუთარი კანონებით მოწყობილი სხვა სამეფოა. ამ გაგებით ჰადესი შიშის პერსონაჟზე ბევრად მეტია. იგი არის გარდაუვალი ჭეშმარიტების ღმერთი. სწორედ ამიტომ ჰადესის სახე საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა ძალას. იგი არ იყო ხალხისთვის საყვარელი ღმერთი, ისე როგორც აპოლონი. არ იყო ზღვის მრისხანე მეუფე პოსეიდონის მსგავსად და არც ზევსისთვის უზენაესი სუვერენი, მაგრამ მას ჰქონდა სხვა სახის სიდიადე, ჩუმი, ძიმე, შეუვალი სიდიადე. იგი დგას იქ, სადაც მთავრდება ყველა კამათი, ყველა სიამაყე, ყველა მიწიერი ძალაუფლება. მის სამეფოში მხოლოდ ის რჩება, რასაც ადამიანი სინამდვილეში წარმოადგენს. ამიტომ ჰადესი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა, უხილავი კანონის, უკანასკნელი საზღვრის და იმ სიჩუმის, რომლის წინაშეც ყველა ხმა ჩერდება. ქვესკნელის ღმერთი, რომელიც იცავს საზღვარს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ეს არის ამბავი ღმერთზე, რომლის ძალაც ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი ხვდება, რომ სამყაროში არსებობს საზღვარი, რომელსაც ვერავინ გადააბიჯებს. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი გაგა გოგოჭური. სცენარების ავტორები გაგა გოგოჭური, მირზა ცხოიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.